დღეს დილით ჯერო გამოცხადდა მიუხედავად დღის ჰეპი-ენდური დასასრულისა ჩვენ არ უნდა დაგვაუწყოს რა დღე გაგვითენეს. ხო, სწორედ ამიტომ ნიშნავს 9 წლის მისჯა ლაზარე გრიგორიანი. რომელიც იყო ძალიან სასტიკი გადაწყვეტილებით დაიწყო თქვა. კი, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ეს ნიშნავს ძალიან ბევრ რაღაცას. დააშინეს დედები, რომლის ჯენზის მშობლები, რომ უთხრეს რომ თქვენი შვილები გაბედავენ რუსული კანონის გაპროტესტებას და გამოსვლას და მიტინგების ჩატარებას ელოდებათ 9 წელი ციხე, რაც შეიძლება მშობელი ამით შეაშინო, ხო? ეხლა წარმოიდგინე შენ შულს, რომ რაღაც გასვლაზე მოუნდეს ღარიბაშვილს ან კობახიძის რაღაცის დაბრალება და დაიჭირონ. მეორე იყო ეს, რომ სამაგალითო და ყოველთვის ამ ქვეყანაში ეს კონკრეტული ხელისუფლება რომ მოვიდა. მას შემდეგ რუსეთთან მებრძოლები განსაკუთრებული სისასტიკით ირჩებიან თვალის მხრიდან ციხეში ჩასვლამდე. განსაკუთრებული ეს არის მესიჯი თავის პატრონთან ივანიშვილის. და მესამე ის რომ ზოგადად ცუდი დრო დგება. აი ამ კანონის გამო, მაგრამ მე სალომე ზურაბიშვილმა როცა დაპოსტა რა ყვავილი გაიშფურჩქნა იასამანი რო გაიფურჩქნა მის ეზოში ჩვენ გქონდა მსჯელობა რა შეიძლება ეს ნიშნავდეს და ერთ-ერთ ვერსიას ჩვენ სამუშაო ჩატში იყო რომ მან დატროლა ქოცები ამით ხო? ამისი ეზო არ იყო მე მგონი ზოგადად რაღაცნაირი ფრანგული იუმორი შემოგთავაზა შეიძლება ითქვას და უბრალოდ ბევრი ამბობდა რომ ჩემთვის ესეც ასეც ძალიან თაგავთ და აწვევით თორე შეიძლება მე აღარ შეიწყალოს ეს ძალიან მაგარია ინსტიტუციები რო ხასიათზეა დამოკიდებული, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი მადლობა მას. ვაღიარებ მე პირადად შეცდომას რომ მეგონა რომ მაინც რაღაცნაირად ეს არ გადადგავდა ივანიშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯებს, მაგრამ ეს არის აი პირდაპირ ლაზარეს გამოშვება დღესვე. არის პირდაპირ სილის გაწვნა აი ამ უნამუსო მოსამართლისთვის დღეს რომ კორუმპირებული უნამუსო საზღვარი მოსამართლის რომ იმედი ჟურნალისტებისთვის თავრობისთვის და ბიძინა ივანიშვილის მთელი ეს რაღაცა სალოფერფეხობა რო ყავს იქ მოწყობილი მთავრობად აი მათთვის და რა თქმა უნდა ვულოცავ პირველ რიგში ლაზარეს რაღაცნაირად გამბედავი და გამბედავი ერთი წელი უკანონოდ გაატარა და ამისთვის მან კომპენსაცია უნდა მოითხოვოს როცა გვექნება სამართლიანი სასამართლო რადგან ყველა ვინც ამ საქმის დეტალებში გათვითცნობიერებულია იცის რომ ის იყო უბრალოდ ამორჩეული მსხვერპლი რაც მათ ჭირდებათ აი ამ თავისი პიარისთვის. ხო, აი რა თქმა უნდა, ცუდია ზოგადად რომ ვართ დამოკიდებული რომ ისინი რაღაცას დაესხავებენ, ვეტო შეწყავენ. ამ ქვეყანაში ინსტიტუტები თუ არ გაიმართა, სულ ორშაბათ შეიძლება ლაშა ამბობდა სანამ შეიძლება ვიღაც დაიჭიროს კიდე. და მე მთელი თვეები ვაწერთ გამოუშვი არ გამოუშვი